მოგესალმებით ნაზის საჯველაზე გადაცემა საჩინოში. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი ძვირფასი მეგობარი, ძალიან საინტერესო ადამიანი და საჩინო პიროვნება, ბატონი არტემ კირაკოსოვი. თქვენი სახელით მე მას დიდი პატივისცემით მივესალმები და ვთხოვ გვიამბოს მისი გამლილი ცხოვრება, დღევანდელი და მისი მომავალი გეგმები. დიდი პატივისცემით მოგესალმებით ბატონო არტემ, ჩემთვის ბედნიერებაა თქვენთან შეხვედრა. რატომ შემდგომ ამას მე კიდევაც ვიტყვი? რახან მომიწვიეთ ამ ტელევიზიაში ვესალმები, მე ვესალმები ყველა მაყურებელს დიდი პატივისცემით. მე ამ სტუდიაში ვარ ნამყოფი სხვათა შორის. თქვენ ბრძანეთ ამაზე. ვარ ნამყოფი, ეს გამახსენდა არ შემიძლია, ვარ ნამყოფი იცითვისთან სპორტულ მოღვაწეებთან, ვეტერანებთან, ლეგენდებთან, ბატონ რეზო ძოძუაშვილთან, ბატონ მანუჩარ მაჩაიძესთან და ასე გავიხსენეთ რაღაცა. საქმე ის არის, რომ ისინი იყვნენ სტუმრად ჩემთან სახლში, ჩვენ სახლში, ჩვენ სალონში. დიახ. ხო და იყო ძალიან თბილი შეხვედრა, მე პატარა პურმაგლიც იყო და ავლაბარში მოინდომეს თავის შეგრა და მოვიდა იქაური ძალიან ისეთი ძლიერი ფანატიკოსი ბალენშიკი ბეგბურთის ჩვენ მეგობარი armena და დააკავშირა ერევანთან. ეს რომელი წლის? ეხლა არა, ის თამაში რომელი წლის? არა, თამაში მე მის მეგობართან ხორენ ოგანიციანთან. ხოდა იყო გადაცემა საერთო ერთობლივი გაახსენეს ესეთი პატარა ეპიზოდი იმ ჩვენ სალონიდან, სადაც თქვენ ხშირად ხარ და თქვენ ვარ ყოფილიყავით, ის სალონი ისე არ იქნებოდა გალამაზებული და მე როგორ შემიძლია რომ არ გითხრათ თქვენ მადლობა იმისათვის რომ თქვენ მე დამირეკეთ და მითხარით რომ ნაზი მინდა გავაკეთო სტუდია სალონი და სწორედ შევთანხმდით, მივედი ბატონ არტემთან, ნახე ის სადაც უნდა გაკეთებულიყო ეს სალონი, ძალიან ეს გახლა ბატონი არტემის წინაპრების, ეს მდებარეობს ელენე ახვლედიანის აღმასთან და სწორედ მივედი, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით გავაფორმე იქ ფარდები ასე შემდეგ რომ და შეიცვალა რა თქმა უნდა და მინდა ვიამაყო რომ იქ ძალიან კარგი საღამოები ტარდება. ჩამოდიან უცხოეთიდანაც იდგმება მონოსპექტაკლები და ამ შესახებ თქვენ უნდა გააგრძელოთ ეხლა და ვისაუბროთ რა ხდება ჩვენ სალონში. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ რომ რა იყო საიდან დაიწყო წამოიწყო ყველაფერი და წამოიწყო იმიდან რომ მე რომ ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბედმა მიწვია მე ბედნიერი კაცი ვარ ამ მხრივ მიწვია რომ მე აღმოჩნდი იქაური ცნობილ ჯაზ ორკესტრში. მან უკრავდი, ეს იყო 70 წლიდან 74 უფრო ადრე 74 წლამდე. მე ჯარში წამიყვანეს ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ისიც არ არის, ის დრო არ იყო დაკარგული თვილა. იმიტომ რომ იქ მე გამოცდილება მივიღე ჯარში. მე ვთვლი რომ მამაკაცი ჯარში უნდა იყოს, უნდა გაიაროს. უფრო ყალიბდება, მამაკაცად ყალიბდება. რომ ამბე მე ჯარში არ ვარ ნამყოფი, ესე იგი შენ არაფერი არ იცი. ერთი მაინც კურსები მაინც რაღაცა ის ვინც დაუშვათ ვაინკას გადიოდა რა ამბობენ და ისიც საკმარისია, მაგრამ სულ რო არ ყოფილიყო ადამიანის მამაკაცს ეს სჭირდება.
მე ესე მგონია იქ ვაშკაცდება ბიჭი ნამდვილად იქ სიბრძნეს ცხოვრებისეულ და ხო და GPS ჯარში უკრავდი და მე ამიყვანეს საჭირო იყო გავხდი და რუსთავის თეატრში ორკესტრში და ხანუმაში უკრავდი ჩემი მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ღია ყანჩელი დირიჟორი ლევან ოღანესოვი და მან უკრავდი და ნუ ეხლა რუსთავის თეატრი ესეთი ის არის რომ თან ვასწრებდი ეხლა რატო ამიყვანე ეხლა როგორ ერთ იმაზე ორი კურდღლის ისა მადევარი ვერ იმას იზავს მაგრამ ასე თუ ისე ისი დავამთავრე ისიც კონსერვატორიაზე დავამთავრე და მე მუშაობდი დასარტყამი ინსტრუმენტები დიახ მე ჯარში მე სასულეზე უკრავდი ესე იყო საჭირო ხო და მე იმის მერე როდესაც დავიწყე იქ მუშაობა ინჟინერად ქარხანაში ჩარჩენებულ ქარხანაში და ვასწრებდი საღამოს კიდე სხვა ენერგია მქონდა ეხლა რაღაცა შემჭა ხო და მე აი ეს მიდრეკილება ხელოვნებისკენ სულ შემჭა ხო და ეხლა ამბობენ რომ ტექნიკური და ეხლა გპ დაამთავრა ბევრმა დაწყებული ნუ ცნობილი და მაგრამ იმაში მონაწილეობდნენ ხელოვნებაში და მე გავიდა წლები და მე დავიწყე როცა ყველაფერი ჩაიფშნა საბჭოთა კავშირი აღარ იყო დავრჩი ისე ასე და დავწერე იმდენი ემოციები წერილობა დავიწყე პიესები დავწერე და მე სცენარი პიესები თეატრალური პიესები და მე თვითონ დავიწყე რეჟისორობა გამაბრაზა ერთმა კაცმა დამიძახეს ერთ სპექტაკლში თუ ითამაშე პატერული მეუთხე კი ბატონო ხო და მაგრამ მე ის მოხსნეს ის ჩემი ეპიზოდი და მე გაბრაზდი და მეთქი თქვენ თუ რეჟისორი ხართ მაშინ მეც ვარ და დავიწყე რეჟისორობა და გამომივიდა პრინციპში იმიტომ რომ მქონდა ნანახი პრაქტიკა მქონდა ხო და ჩემ წინაპრების სახლში მოვაწყე პატარა სცენა თქვენ რო ისით სკამები და აგედან წამოიწყო ჩვენი ერთობლი მუშაობა მაგრამ ჩვენ ხო გავიცანით უფრო ადრე თქვენ რომ მოვაწყეთ ოთარ თევდორაძის საღამო მე დავწერე სტატია ეს იყო რა ვიცი Свободная Грузიაში ეს იყო 20 თუ 25 წლის წინ იქიდან წამოიწყო და იქიდან წამოიწყო ეხლა თქვენ თხოვეთ რომ რა ჩაატარე შარშან ჩემთან სალონში კი ბატონო ცოტა მე მინდა უკან დავბრუნდე ბატონო არტე თქვენ ბრძანეთ რომ რამოდენიმე წელი იყავით რეროს ანსამბლში ხო? არა. გპ-ის ჯარში ხო? სად გქონდათ გასტროლები? გასტროლები იყო ჩეხოსლოვაკიაში ვიყავით ჩვენ 72 წელს ჩვენთან იყვნენ მოწოლი ისე ძალიან ნუ ცნობილი ჯერთი ჰირმასოხაძე იყო პატარა გოგონა ნუ პატარა იყო უკვე მოზრილი იყო და რეზვასალთიანი და იქიდან წამოიწყო მე გაქნე ცოლქმარნი ხო და ქართლოსა კასრაძე იყო ჩვენთან კოოპერაცია საინტერესო იყო მეთი ეთერიკა კულია მღეროდა ჩვენთან აი იმ დროს გივი გაჩეჩილაძემ გააკეთა პროგრამა დირიჟორი იყო ვლადიმერ ენუქიძე აცონოზუმეთმა მან ამიყვანა იქ ხო და მადლიერი ვარ მაგრამ ხო და აი ეს იყო მე სხვადასხვა თეატრებში როგორც მუსიკოსი და ამიტომ ესეთი რა კურიოზები გახსენდებათ როდესაც თქვენ მუშაობდით რუსთაველის თეატრში აი კურიოზებზე მეტი ხანუმასთან დაკავშირებით კურიოზებზე მეტი რა აი როგორი იყო სადაც გამოდიოდნენ იბწყინვალე ეროსი მაჯგალაძე და რაფაზი ჩიკვაძე როგორ შეიძლება დარგონა მე
ზეპირად ვიცოდით ეგ სპექტაკლი და ერთხელ წავიქეცით მე კი არა მთელმა დარბაზმა წაიქცა როდესაც იქ ერთი ეპიზოდია იციო ისა კოტე ცოლს ირთავს ხო ვიზე და ხო და ვინც წარმოიდგენდა იშტოიანზე და იმ დღეს იშტოიანი გახდა სომხეთის გმირი გაითან ხო და იშტოიანზე ვინ მოიდა სად მოიგონა ეს ვინ თქვა რამაზი აი ჯოხები მეკავა და ვერ ვიჭედი რა როგორ დილი გაახსნა იმპროვიზაცია იყო თუ ესეთი მარტო ეს უკვე საკმარისია და დანარჩენი მე კოლმერნის ქორწინებაში სპექტაკლი იყო პოლიკარპე კაგაბაძის და მიხეილ თუმანიშმა დადგა და ჩვენი ორკესტრიდან გამოდიოდით რამდენიმე კაცი და გადავდივდით სცენაზე როგორც სოფლის ორკესტრი ხო და სოფლის მე დიდი ბარაბანი ესე მე ჭირა ურწყავდი და ჩვენ დირიჟორი იყო პაპუაშვილი სასაცილო და ჩვენ ისეთი იმებს ვაკეთებდით რომ მთელი მაყურებელი ჩვენ ვიყურებდა და მე შეშურვა ისურვა რეებს აკეთებენ ეგონ და თუმანიშვილმა კაი რა ბიჭებო ნუ იქ აკენით საწყნარად იღავით ესეთი ამბავი კურიოზები რა თქმა უნდა კურიოზი ის იყო რომ ჩვენ გამოვდიოდით რა კარგი მასში ტრიალებდით მაშინ თქვენ სულ ახალგაზრდებით ხო და როგორ კარგ ხალხში ტრიალებთ ასე ბომბერას მსახიობებთან ერთად გადიხართ გასტროლებზე ნუ გასტროლები მე კიევში ვიყავი და სხვადასხვა იმებში ნუ გასტროლები საერთოდ მე ვერ დავდიოდი დიდ გასტროლებზე იმიტომ რომ მუშაობდი ინჟინერად და თუ 1-3-4 თვით სადმე წავიდოდით მე რა კომპოზიტორთა კავშირთან ძალიან დიდი ურთიერთობა ეხლა სამეგობრო არის ჩემი ცოტანი დარჩენილი მაგრამ მე მეგობრობდი ძალიან ბევრი კომპოზიტორი იყო ფელიქს გლონდი საინტერესო პიროვნება ძალიან კოლორიტული ხო და ვინც იცნობდა ბატონ ფელიქსის ხო მე მასწავლეთა მაქი რას ამბობდა კი აქ სასწავლებელში მე შოთა მილორავასაც ვიცნობ იმ ერთ პერიოდში მე ვასწავლედი საერთოდ სასწავლებელში და ეს შოთა მილორავას სახელობის იყო კივი სერგია ჩვენი დირექტორი ხო და მე ვითვლებოდი კაი პედაგოგი ჩემ კადრები მყავდა ძალიან ბევრი მუსკომედიაშიც მუშაობდნენ ჩემი სტუდენტები და სხვადასხვა იმებში ანსამბლებში ნუ ეხლაც ვასწავლე მე ჩემ მეთოდი მაქვს მე ჯაზიც ვიცი და ნუ კლასიკა ვიცევდნენ ხო სიმფონიურში ხშირად ღია განჩელის სიმფონიაში მონაზრე როგორ დასალვე მაგდროს შლაჩი იყო ხუროზის დროს სუსამი დასალმევის ის დამკვრელი და მე რომ მოვიდა იქ ჯანო კახიძე ან უკვე გააფართოვა ეს დამკვრელების ჩვენი ჯგუფის ხო და მაგრამ მაინც საკმარისი არ იყო და იწევდნენ და მე არასდროს არ დამევიწყდება როცა არამ ხაჩატურიანის იუბილეი იყო 70 წლისთავი იქ აქ ჩამოვიდა და მე მომიწვიეს ხო და მე სოლო დაუკარი იქ ეს ლეზგინკა გაიანედან ხო და ტაში დამიკრა რა თქმა სურათების მაქვს გაქვთ მაგრამ ერთი მოყვებოდა ერთი ისეთ საინტერესო ფოტოგრაფი ერთი ებრაელი კაცი იყო ესეთ წინ ხედვარე ხო და გადაიღო სურათი მოიტანა და ჩვენ ვიყიდეთ რა თქმა უნდა ეს იმდენ მოასო ის სურათები მაქვს ბევრი არის მოსაგონარი და კი ძალიან კარგი ძალიან იცით რა გადახედო უნდა ზოგჯერ შენს წარსულს იმიტომ რომ იმდენი რამ როდეს აი ესეთ პიროვნებას როგორი თქვენ ახართ იმდენი რამ გაქვთ გაკეთებული და ისეთ პიროვნებებთან გქონდათ ურთიერთობა რომ
ეს აუცილებლად მომავალში მე ვცლი რომ უნდა გააკეთოთ თქვენი მემუარებში უნდა მოიხსენიოთ. მე მაქვს დაწერილი ტრილოგია, სადაც პროტოტიპები ვარ და სხვა, მაგრამ იცით რა, მე არ მიყვარს უკან გახედვა. კი, მაგრამ მე ვარ დღის რკა და სუწინ უყურებ. კი, მაგრამ ეხლა 77 წლის გავხდი, მაგრამ გეგმები მაქვს უამრავი. ძალიან კარგი, მაგას რა გეგმები მაქვს თქვენთან ერთად სხვათა შორის. თქვენ საღამო აუცილებლად უნდა ჩავალოთ, თქვენ ხართ ძალიან დიდი სპეციალისტი რომანსის ჟანრში და მინდა რომ ამასაც ჩვენ მივუძღვნოთ საღამო. კი. აუცილებლად და თქვენს რომ სამწუხაროა რომ არავინ ამღერის უკვე რომანსებს ქალბატონო. იცით რა, მოდის და მიდის. მე მგონი რომ მოვა ის დრო, იმიტომ რომ წყურია ხალხს. ეხლა ნანი უკვე ასაკშია და გასაგებია მე რა. ვერ იმღერებს. ეხლა ჩემი მეგობარი და ძმა ოთარ ტატიშვილი ხუწერს რომანსებსა და თქვენ იცინოთ რა. კი, როგორ მქონდა მასზე გადაცემა. მარიკა ებრალიძე რომ ღერის მის რომანზე რა ჯობია, მე ხარია და მე მიყვარს. რა თქმა უნდა ეს ჟანრი და განვითარდეს. იმიტომ რომ ძალიან ეხლანდელი რაც ეხლა წამოვიდა, ეხლა მუსიკასაც ვერ დაარქმევ არც სიმღერას. სადაც აკორდიც არ არის. აკორდი ელექტროიმაზე მარტო ერთი ტონიკური ხმა და რაღაცა ეს არ ადამიანს წყურია ნორმალური აკორდი, ნორმალური ჰარმონია. მე даже ის წყურია მე რეროს ჟღერადობა ორკესტრი ეხლაც მსხურია, იქ საინტერესო კოლორიტი იყო, აი გეუბნებით რა. ეხლა რო არის სხვადასხვა ორკესტრები, ერთი მეორეს გავს და იმას ის როცა ხედავ ან მხატვარს უყურებ, რომ უცებ მიხვდები, რომ ეს ის არის ის იმის ხელია, ამის ხელია, ეს უკვე და ორკესტრს ეგ უნდა კონდეს. მაგრამ ერთ მეორეს როცა გავს, უკვე რა. ხო, რა თქმა უნდა. ან კიდე აი მძინეებზე ჩამოვიდა ერთი რა დავასახელებ სახელს. მომღერალი, ცნობილი, ძალიან კაი. ერთი თავისი ბრენდის სიმღერა რა აქვს. სულ ხვების. რაღა ისა ხარ ცნობილი. შენ ხარ კაპიროშიკი რა. დეჩუ თუნდაც სიმღერების გადამღერება ხდება. თუნდაც უკეთესად იმღერო, ვიდრე დაუშვათ რეჩარლზი, ვიდრე დაუშვათ რა ვიცი ნათ კინგ კოლი ჯარში, ან ვიდრე ელა ფიჯერალდი. შენი იმღერა კომპოზიტორები უნდა კონდეს. ხელწერა კი არა, შენი საკუთარი სიმღერა, რომელზეც ცნობენ პუგაჩოვა, როგორ გახდა ცნობილი, თავისი არლიკინოთი დაუშვათ, არა? ეხლა ან კიდე ორერა, ან სხვადასხვა ისინი არის რა. და როდესაც ერთი და იგივეს ისიც რაშია საქმე, უბედურვა კიდე რაში. მოთხოვნილება არ არის. ეხლა ფილარმონია აღარ არის, ის პროდიუსერები აღარ არიან და რესტორნებში და ბარებში მღერიან, კაი მუსიკოსები, კაი და რომ მოდიან, იქ პივის დასალევად დადიან და ის არის ფონი უბრალოდ. ვინ უყურებს, ვინ უსმენს ყურით, რა გააკეთა, რა ფრაზა დაუკრა ამ ჯაზმენმა, როგორ აიღო ესტაფეტა ამიდან, ჯაზი საუბარია. რა თქმა უნდა. ჩვენთან ეხლა ბევრი რო ვილაპარაკო, ეხლა რა თქმა უნდა. ჯაზი არის საუბარი, ჯაზი გეუბნებით და როდესაც ერთი გამოვა პენტატონიკაში 1.5 საათს დაიწყებს მე დაამთავრე, ეს უკვე საინტერესო არ არის. ეს ჯარში. იგივე დაუშვათ კლასიკაში თანამედროვე კომპოზიტორები ჩვენ ხალხი ცოტა დარჩა, მაგრამ როცა სიმღერას არ დაწერს კომპოზიტორი მარტო ისიც არ მოწოს მე. ეხლა ბატონო არტემ ჩვენ სალონს დაუბრუნდეთ. ძალიან მინდოდა ის რაც თქვენ თქვით ძალიან საჭირო იყო. თქვენი გამლილი პერიოდი აუცილებელია, უნდა გავიხსენოთ რა გაგვიკეთებია, საიდან მოვდივართ და როგორ მოვედით ამ
ამ მომენტამდე. ეხლა ძალიან საინტერესოა ის საღამოები, რომელიც ჩვენს სალონში ტარდება. ჩვენ სალონს ქვია რა? ესე იგი წარდგენა. ესე იგი ის ძველი თბილისის სამყარო. სამყარო მხოლოდ ეხლა ელენე ახვედრიანის აღმართი იქ კიდე პატარა ის არის შესახვევი. ადრე ერქვა ვოდნი პერიულაკ. და ხოდა პერიულაკ. ასეც დავარქვი ის ჩემი სალონი. მაგრამ ორჯერ შეიცვალა. მერე გახდა ორხევის ქუჩა, მერე ახლა სუმ ავიწყდება. მაგრამ თქვენ მაინც ძველი იმით არა, ის დარჩა ბრენდი. მე გაფორმებული მაქვს რეჟში მაქვს ეს ჩემი სტუდია. ახლა გია ბადრიძის სახელობის, არ ვიცი გია ბადრიძე ბინძანდებოდა. არა, ცნობილია, მაგრამ იქ დადიოდა, იქ უყვარდა სტუმრად მოსვლა თუ არ ვიცი რატო დაარქვეს. საერთოდ ქალაქში ძალიან ბევრი ისეთია, რომ უცებ რაღაცა დაარქმევენ, ლიჟბი დაერქვას. იმას სადღაც ვიღაცის სახელი. უნდა რაღაც კავშირი უნდა კონდეს მაგას იმასთან. იმ ადგილთან, ხო? აბა მეც გეთახმ. მე ასე მგონია მე. და ბატონო არტემ, ეხლა ხოდა ბოდიში ხოდა ის ადგილი ჩემ წინაპრების სახლი იყო და დამჭა კიდევაც და იყო გაპარტახებული საშინლად. ხო და მეუბნებოდნენ ან გაყიდე ან გააქირავენ მე მეთქი ისე როგორ იმას ვიზავდო რაღაც უნდა მოვაწესრიგო და როცა დავიწყე მოწესრიგე მეთქი რაღაც ვამუნა ისარგებლო. მაგრამ მოდი მე გავკეთო და დაგიკავშირდით და იქ მოვაწყეთ პატარა სცენა, გავაკეთეთ რაღაც პატარა რემონტი ჩემი ხელით, კაპიკი არ დამიხარჯავს ისეთი. ჩვენ ხალხა რემონტს როეც მე ფარდებს კერავდით. რაც ამბობდა ფარდებმა გააკეთეს თავის საქმე. ხო და სპექტაკლები, მუსიკალური საღამოები, რა ვიცი, ლიტერატურული საღამოები, მოწვევა აქედან იქიდან ვიღაცები და თქვენ მოწმეხარ თქვენი საუბრეთ უფრო. მე ხელებს ვაკნებ ჩემი პროფესიონალი. ეხლა მინდა რომ აი თქვენ გაქვთ მოტანილი აქცია. ეს სალონი უკვე მესამე წელია სრულდება. მესამე წელია, ესე იგი 24-ის ეს არის ჩემი რამდენიც მახსოვს და წინა წელს 23-ში მეტი იყო ცოტა, მაგრამ ეხლა არეულ რო იყო არასტაბილურობა ხელს არ გვაწყობს. და აი ვინ ჩამოდის თქვენთან? აი ვინც ჩამოვიდა და ვინც იყვნენ ახლა აგერ დავიწყოთ თბილისში არის ძალიან საინტერესო ქალბატონი ლარისა ნავასელცევა, რომელიც აწყობს საღამოებს, რომ მიძღვნილი ცნობილ პოეტებს, რუს პოეტებს, ქართულ პოეტებსაც და მღერის თავის სიმღერებს. გიტარის თანხლობით ან კლავიშნიკ. და აი 5 იანვარს მისი საღამო იყო აი გასული წლის. მერე ჩამოვიდა აგერ იგორ პიხოვიჩ. ეს არის მსახიობი მოსკოვის სავრემენიკის მსახიობი. და ჩემთან მოაწყო შეხვედრა. მოვაწყეთ მიასთან შეხვედრა, მე მას მოვიდა აზრი და დაწერა პატარა სპექტაკლი ვინი პუხზე, მაგრამ მოწყობილი ქართულ ნიადაგზე, თბილისურ ნიადაგზე და ვითამაშეთ ჩვენ. გავაკეთეთ ეს საქმე, მოვიწვიე რა ვიცი ჩემ მეგობრებილე და ვითამაშეთ, ჩაიწერა და წაიღო მოსკოვში და იქაც დადგა ის სპექტაკლი. ჩემთან იყო პრემიერა. მეც თამაშობდი კროლიკის როლს. ხო, მე აგერ იყო რა არის კამერული მუსიკის საღამოი იყო და აქ აჩიკო ჩემი უახლოესი მეგობარი ბენაშვილი სპორტსმენების მეგობარი რეზო ძოძოაშვილის და
მანუჩარ მაჩაის და ესე იგი ზორბეგ ებრალიძე იქაც იყვნენ ჩემთან სტუმრად და მე აქაც მოვიყავი მე მათთან ერთად მოწოლი ერთ საღამოზე გადაცემაზე და იქ იყო ჩემთან შეხვედრა მათთან და მე მოვიდა ერთი აბლაბრელი ბალიშიკი ისეც ძლიერი და მოახერხა კონტაქტი ერევანში ხორენ ოგანიასი ანთან აი ძალიან თბილი ის იყო კონტაქტი და ხიდი ტელეხიდი ეს იყო აგერ ჩემი სპექტაკლი ტარტიუფი ისვენებს სხვათა შორის მე თარგმნე ეს ჩემი პიესა ტარტიუფი ისვენებს ქართულად და წავიღეთ გპ-ის თეატრში დავტოვეთ ჩემი ის და რა ვიცი ველოდები პასუხს მე მჭირდებოდა ერთი ორი ახალგაზრდა ენთუზიასტი მსახიობი რომ მე ჩვენ ხო ყველანი ენთუზიაზმზე ეკეთება ყველაფერი ხო და ვერადავერ მეუბნებ შენო ჩამორჩენილი ხარო სად რომელი ენთუზიაზმი პული დადე და მაშინ მოვილენ ხალხ მე ვთხარი ფილარმონიაში ხალხი 6 თვეს რეპეტიციას გადიოდნენ რომ მე მისულიყვნენ გასტროლებზე და დაებრუნებინათ მან და წინასწარ სად არის რომ ცოტა ჩადე რა გული რა მარტო პულით ხო არ კეთდება აი ეს გული წდება და ეს ჩემი პიესა ტარტიუფი ისვენებს ზუსტად ამ პრობლემაზე მე რო ვწერ პიესებს მე აქტუალურ თემებზე ვწერ ხო დიახ აქტუალურ თემებზე და რომ ხედავ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ჩვენ ირგვლივ იმას ახალგაზრდა მსახიობი და არ აინტერესებს სცენა არ აინტერესებს მისთვის ტაძარი არ არის აღარ არის თეატრი ზოგზე ყველაზე მეტი ტაძარი სწორედ არ არის მისთვის ტაძარი მის თეატრი ის არის ადგილი სადაც ხელფას ჯამაგირს იღებ ფულს იღებ აი ამაზე ამ თემაზე მეყვარდა და კონფლიქტი ძველი თაობის და ახალი თაობის სახიობებზე ეს საერთოდ ტკივილი თემაა ძალიან აი ამ თემაზე მე ძალიან ბევრი რამე დაწერილი ნუ თქვენ ძალიან პროგრესული მე სამთავარია აი დები პარიზკი პეტერბურგიდან გვერდა და თქვენ რა რომ მიიღეთ მონაწილეობა იქ და იქედან ეხლა საახალწლოდ მომილოსე და თქვენს თხოვეს გადაეციო ქალბატონაზის მოგითხრა და მოგილოცათ და რუსული რომანსები მიმღერე რუსული ქართული ხო იმღერე ქართული ხო მე აღარ მახსოვს თუ არა ქართული გაუცელებული დარჩენა ნუ ესა ეხლა რამდენიმე დღის სულიკო იმღერეს იმათმა აგრეთვე იმღერეს იმღერეთ კი გამახსენდა დუეტში მაჩუკეს მათი კომპაქტები მაქვს აი რამდენიმე მე ირინა კოპინაშვილი ჩამოვიდა ჟურნალისტი როსტოვიდან იქ ცხოვრობდა მასთან ერთად მოვაწყეთ კიდე ერთი ჩიტაკლი ესე თქვა უკვე ვერასრებ იმას და კითხულობ იმის ვითომ თამაშობ მაგრამ პატარა მიზანსცენებით კითხულობ პიესას ეხლა მიღებულია ეს ფორმა და აი ამ რამდენიმე დღის წინ მონოსპექტაკლი იყო ერთი თბილისელი ბიჭია რომელმაც დაწერა პიესა რუსულად ქვია ისპოვეც старой актрисы და ითამაშა ეს მონოსპექტაკლში ისევ მისი მოგვარე ირინა გრიგორიამ ცხინვალეთ აი არ აქვს დამთავრებული არც თეატრალარა მაგრამ მონაცემი თუ იჭი არის ვასაურო ნუ ჩემი რეჟისურა იყო ახლა იმ დემაში იმ სირფცეში სადაც არც წრე არის არც განათება არც ისა ენერგეტიკა თავარია აი მარტო იმით აი გაიტანა თავი და მე ახლა ვაპირებ ის იყო პრაგონი ახლა ვაპირებ პრემიერას და თქვენს მოგძან ხო აბარა აი ეს ხო შემდგომ რა გვაქვს კიდე ვინი შემდგომ აი მე ძალიან მინდა რომ თქვენი საღამო და თქვენ
აცხონოს ღმერთმა თქვენმა ძმამ დატოვა ეს ქვეყანა და ვიცი რომ განიცადეთ ძალიან მაგრამ აი რომ მას მიუძღნოთ უდიდესი ფსიქოლოგი უზნაძის სკოლის დიახ სხვათა შორის მე შევადგინე უკვე პროგრამა და მინდა რომ დავასრულო რუსული რომანსით „Помни обо мне“. ამ რომანსით მას და ეს არის გამიხსენე რა მუდამო ეს არის სიტყვები. დიახ. ისხდანს ასე ვაპირებ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი ძმა გაიხსენეთ და მადლობას გეუბნებით რომ ამომიდექით ჩემს მას უნდა მივუხმოთ მით უმეტეს ისე გამოჩნდა რომ მისი მეგობარი თურმე ყოფილა უდიდესი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი გიასია მაშვილი და გაგაცანით და მადლობელი ვარ ამისათვის მოვიწიველთ და მე აი ბედნიერი ვარ მე იმით რომ აი ესეთ ხალხს ვიცნობ და ერთი ეს მარტო აი ერთეული ზოგი ალბათ მილიონს მირჩევნია მე მინდა ერთი ღონისძიება აღნიშნო აი თქვენთან კამერული კონცერტების იმართება. კამერული ჩემი გოგო მე ვიოლინე და არაჩვეულებრივი გოგო ყავს ქალბატონი არაჩვეულებრივი გოგონა არის მარიანა ილაკოზოვი არაჩვეულებრივი ვიოლინო უკრავს ძალიან მე ხო ჩემი სპეციალობაა მაგიდა ვიცი რომ არაჩვეულებრივი ყური აქვს და ბგერა რას თავარია და ეს ჯგუფი გოგონებისა რომელმაც შეიკრა და ჩამოაყალიბეს ეს ანასტასია წერეთელი ჩელისტი და ესე იგი ანა ლომიაშვილი ანა მომღერალი და ვიქტორია სირაძე ვაგნერ საფორტეპიანოს კომპანიას ვიქტორია ესენი ხო სურმავასი და ხო ჩვენ ერთად ვიყავით გახსოვთ ვიყავით ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში დავედი და არაჩვეულებრივი საღამო გააკეთეს გოგონებმა იქ არაჩვეულებრივი სხვათა შორის საქველმოქმედო აი ისინიც ენთუზიასტები არიან სხვათა შორის გადაედოთ მიხარია ეს ხო მიუხედავად რომ ვიყავით თეთრი წყაროშიც ვიყავით ხო არა თეთრი წყაროში არა ჩვენ ვიყავით ასურეთში ხო არა ასურ ტაძარში ხო ასურეთის ტაძარში და რა თქმა უნდა იმაში თელავში თელავში მე არ ვიყავი თქვენ ვიყავით და არა მე რა ასურეთში ხო კი როგორ არა იმ ეკლესიაში მე ვთვლი რომ ეს გოგონები შესაშურ საქმეს აკეთებენ ყველა არის დიდი პროფესიონალი იქნებ მოეცვიოთ აქ როგორ იქნებ აქ მოიწვიოთ ალბათ მე მაქვს გეგმაში ჩვენ ვისაუბრეთ მაგაზე მე და მარიანამ და მე მარიანას ვესაუბრე და მე ვესაუბრე ანასაც და აქ ორივე მოვლენ სამივე დავждებით და რა გეგმები აქვთ აი რაც შეიძლება იქიდან გავიგო მათი გეგმები თორემ მე არაფერს არ მეუბნებია რო არ დაითარსოს არ მეუბნება მაგრამ ის განვლილი აი სწორედ მინდა რომ მოიტანონ თავიანთი ვიდეოები რო გავუშვან რა იცით სამწუხარო ახლა მე როგორც ვიოლინო სპეციალისტი ამას ვლაპარაკობ რომ საჭიროა ბავშვებთან ბავშვებმაც რომ მოისმინონ სულ პატარობიდან რომ იწყებენ ამ ვიოლინოს ისეთი კამერული ჯგუფი როგორც მაგათა აქვს შექმნილი ხო ისიათია დუშეთში წავედით ჩვენ ისიც დუშეთში ესე იგი როგორ აკეთებენ ისიც რა აი იქ რაღაც იმის მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამოგვიგზავნეთ მარტო მანქანა
წასვლა მოსვლის დანარჩენი ჩვენია კონცერტი ხო და იქ ლუშეთის მუსიკალურ სკოლასთან ძალიან ტკბილი ურთიერთობა აქვს და იქ ჩადია ხშირად და უდიდესი პატივისცემით ერთმანეთის სიყვარულით ტარდება იქ კონცერტები და ბავშვებიც ესწრებიან ბავშვებიც ესწრებიან ძალიან მე ჩემთან მე დუშეთთან მაგ ძალიან ტკბილი კავშირი გული იმიტომ მე რომ დავამთავრე სკოლა წავედი მაშინ მოვდა იყო მუშათა კლასში შესვლა ხო და 1-2 წელი ვიმუშავე ბრიგადაში ძმები კაკალაშვილებთან სანტექნიკების ძველი ისიც შემჩა აი ესე როცა უბედური 90-იანებში ამ ხელობამ გადამარჩინა აბარა არა შენ არ გეხამუშება მე ვთხარ რომ ჩემი მასში ვიზიტკაში წერია ინჟინერ მუსიკანტ ელექტრიკ სანტექნიკ დრამატურგ ნუ აბარა არაფერი სასირცხოა რა არის რომა იცით რა მე მცხვენია თქვენი დაპატიჟება რომ თუნდაც თქვენთან შემნამიმუშო მე ვთხარი მე მცხვენია რომ თქვენ მასე რომ ფიქრობთ რომ სპეციალობა რომ არ იყოს როგორ შეიძლება სანტექნიკი და ის არ იყოს მე ამაყება ვიცი ეგ საქმე ელექტრიკობაც ვიცი და ისიც ვიცი აბა ეს თქვენი სიმდიდრეა სიმდიდრეა ეს თქვენი ნუ ასე მე ასე მიმაჩნია აბა ოჯახი როგორ შემიძლია წავიდე სადმე გრანტებს ვეძებოდა ისა ეგ მუთხავ ეს მე არასდროს დარმაედი არ ყოფილვარ სულ ჩემი შრომი და ჩემ სხვადასხვა ძმებმა კაკალაშვილებმა მასწავლეს მე 10 უნივერსიტეტი გავიარე იქაც სხვადასხვა კაკალაშვილი არის იმათი სახალხო თეატრის კაკალაშვილი მსახიობია სახალხო იქ დუშეთში ხო ხო და მათგან მე სადღეგრძელოებიც ვისწავლე და ჩემ მარჯვენას გამომან სულ ამას ვავდი ჩემ რა კარგი ბატონო არტემ აი როგორი შინაარსიული ცხოვრება გაქვთ იცით შესაშურია მე ზოგჯერ ჩემი ქმარი მეუბნება რომ არაჩვეულებრივი პიროვნებაო ბატონი არტემიო ამდენ რამეს ფლობს ამდენი სპეციალობა შეიძლება ასეთი საქმიანობა ასეთი დატვირთული ხარ თქვენი ყოველი დღე არის რაღაცა სიახლე საქმიანი ურთიერთობები პიროვნებებთან და ამდენი ნაცნობები გყავთ თქვენ კომპოზიტორებთან გაქვთ ურთიერთობა ყველა თქვენი მეგობარია და მომღერლებთან გაქვთ ურთიერთობა დრამატურგებთან გაქვთ მსახიობებთან გქონდათ ურთიერთობა ეხლა თუ ისეთი მსახიობები წამოვლე როგორც უწინ იყო ღმერთს ამას ვევედრები მე რომ ისეთი წამოვიდნენ ისეთი დიდი პროფესიონალები როგორც ჩვენ ვყავდნენ ისინი იყვნენ პიროვნებებიც დიახ მარტო მსახიობი ეს არის ნუ ცუდი გაგებით ხელობა მაგრამ როცა პიროვნება ხარ და როდესაც ისე მაშინ სულ სხვა ენერგია რა თქმა უნდა მაგრამ იცით რა მე ბევრი რამ მაგრამ მე არც ვიცი და არც აი მანქანის ტარება აბსოლუტურად არაფერ არ მე არ გიცდია უბრალოდ არც მე ვერ გზნობ გაბარიტზე მე მგონი რომ დავართ გამრა ამიტომ ამას ჩემი საქმეა ამ ხატრობა ძალიან მიყვარს ხატრებთან მაგრამ ხელში ფუნჯი რო ავიღო არა ეს არ არის ნუ თქვენ სამაგეროთ იმათ აი ამბობენ რომ შეიძლება ასწავლო გაცხადო მაგრამ არა ასე ზალით ვერ ხო რა თქმა უნდა როგორც სიმღერა ზალით არ იქნება თუ ხმის იოგები არ აქვს ადამიანს აი მე შენო იცი ის რა ქვია შპაკლოვკა მე ვთხარი არ ვიცი მაგრამ ერთხელ რომ ვნახო გავაკეთებ და ვნახე და გავაკეთე და ჩემი იქ ჩემი იმაში ჩემი ხელით არ არის და კი როგორ არა ბატონო არტემ ჩვენ დაგვრჩა 5 წუთი იქნება კვლავ შევაჯამოთ სალონში თქვენი საქმიანობა
რა იგეგმება, რა გაქვს გეგმაში ახლა არის დაგეგმილი ღონისძიებები? არის ბევრი რამ. აი ახლა ჩემთან იყო ამერიკიდან ჩამოსული, აქ 3 თვით იყო, მას მისცეს სტიპენდია და აქაურ რუსულენოვან მწერლებზე და ლიტერატურებზე რაღაც კავშირის დამყარება. ესე იგი მისი გვარია ბენჯამინ სატკლიფ. ძალიან შეყვარებულია ჩვენ სალონში და ერთხელ როცა შეკრება ლიტერატურული საღამო იყო და მერე დაიწყო პატარა ჭიქის წაქცევა და პრომოშნიკერა მეორე დღეს მოიტანა მაჩუკა და იმდიდია. აი მასთან უნდა იყოს ტელეხიდი და კიდე ერთხელ აინტერესებს რა ხდება. ჩვენ ახლა ვაკეთებ, მე ახლა მოიწყე ერთი პროექტი, ლიტერატურული პროექტი თბილისური ჩანახატები, თბილისური მოზაიკა. ესე იგი თბილისურ ქალაქურ თემაზე შეკრება კრებული გავაკეთო და შევკრება რამდენიმე 8 თუ 10 უკვე ავტორი არის და ვაკეთებ. მაგრამ ისე გამოვიდა რომ სხვადასხვა ის არის და ეს გამოდგება, ის არ გამოდგება და მეთქე ყველაფერი გამოდგება, მხოლოდ რუბრიკებით უნდა შევიტანო და იმიტომ მენან ეხლა რაღაცა კურიოზები ავლაბრული კინტოებზე ეს თავისთავად ნახალოკის ის არის ერთმა ავტორმა დაწერა, მეორე ფიზკულტურის ქუჩა სპორტის სასახლის უკან იყო იქ, იმაზე დაწერა ანატოლი ლობოვმა, ერთმა დაწერა ბატონმა ალექსანდრე ებანოიძემ თავის ახალგაზრდობის თამაშები, კოჭი ავჭალური, ისიც არის კოლორეტორიკა ისიც. ძალიან საინტერესო პროექტი. აი მას ვაკეთებ, ახლა იმის პრეზენტაციასაც ვაპირებ. თარიღი გააქვს? თარიღი ჯერ არა. მერე ჩემი ავლაბარსკის სპლეტნი ეს არის ინტერნეტში. საოცრება. ეს მე გავაკეთე, გადამიგე და გავხდი ცნობილი თურმე 100,000 თუ მეტი ის არის ჩახედვა იმაში. ხო და იმ თემაზეც რაღაცა მინდა გავაკეთო, რომ მარტო თბილისელი გაიგებს იმ ჩვენ სლენგს. ხდია. ის ჩვენ ახლა არც ერთი რუსი ჩამოსული სხვა ვერ გაიგებს ვერაფერს შინაარს. ახლა გაქართელებული რუსული ან გარუსებული ქართული სიტყვები. ეს ლექსიკონი გავაკეთე და ძმა და მეგობარი ვენაცვალი მაგას უდიდესი პიროვნება ემზერ ჯერენაია მაგან შეიტანა. ჯერენაიამ ხო? მან შეიტანა ესე იგი საჯარო ესე იგი ეროვნული ბიბლიოთეკის იმაში ფონდში ეს ჩემი შექმნილი ლექსიკონი. ეხლა სად ვის გაუგია ჩალიჩნულ სიტყვა ან კისრანულ ეს ნიშნავს ჩვენ ლექსიკონზე, ჩვენ ჟარგონზე აჭუქა. იკისრა. ჩალიჩნულ, გააჩალიჩა, გააკეთა. აი ესეთი შედერვა კიდე რაღაცე. ეხლა ერთხელ აცნოს მერტმა ზაზა ალექსიძეს რო აჩვენე ეს ჩემი ჩვენი ლექსიკონი და ესო მეგობრობის ლექსიკონია. საიდან განსხვავებულ აბა მე ვთხარი როგორ სხვანაირად როცა დალევს განსხვავებულს. ხო. სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება ბატონო არტემ. ძალიან მრავალ ყველას ჩვენთან სტუმრად მოიტანეთ თქვენი წინადადებები, თქვენი პროგრამები ბატონო კალბატონებო და ერთად შევქნათ საინტერესო სალონური საღამო. ეს ადრე იყო ეს ტრადიცია, მაგრამ ეხლა ყველა კომპიუტერში და ყველა ემაში და აი ესეთი ურთიერთობა ეს აღარ მე მინდა რომ ეს ტრადიცია არ გათავდეს და არ მოხდეს. ხო,
ეს ნენელობით ხდება მივიწყება სალონური შეხვედრების და არის თბილისში ეგეთი, მაგრამ არა, ნენელობით არის აი ესე კენტი კუნდი რა. ხო, ეს აუცილებელია, მაშინ უწინ ასეთი სალონები კეთდებოდა, გაცვლა გამოცვლა აზრების, ვის რა შეეძლო, იმით ზოგი რას ყვებოდა, ზოგი რას ყვებოდა, ხო? ეს იყო დიდი სიმდიდრე მართლა და უახლო ხდებოდნენ ერთმანეთს. ფორტეპიანო არის, გიტარა არის, დასარტყმელისა და იმპროვიზაციაც შეიძლება ჯაზი. ოთარ მაღრაძე ჩემი ძმა და იქ უკრავდა. დიახ, ჩემთან. მამიკო ნახაპეტოვი უდიდესი პიანისტი მოვიდა ჩემთან დაუკრა. აგერ ეთერი გულისაშვილი აჩიკოს დედაც იქ იყო. ვინა უცებ ვერ გამახსენებ. ხო, დიახ. თქვენი სახელით მე მინდა პირველ რიგში თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით გამოძებნეთ დრო უამრავი საქმეები გაქვთ თქვენ და მიხარია რომ ძალიან დატვირთულებს ანძებით გნებავთ თქვენი საქმიანობით გნებავთ პირადული გნებავთ აი სალონური აი ამდენ ხალხს უნდა მოძებნა მასთან ურთიერთობის დამყარება თქვენ წერთ კიდევაც სხვადასხვა ხდება სპეციალურად ხო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ გამოძებნეთ დრო და მობრძანდით ჩემთან თუმც თქვენ ჩემი ძირფასი მეგობარი ბრძანდებით მაგრამ დროს დაფასება ეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და თქვენ ეს გაქვთ თქვენი სახელით ჩემ ძირფას მაყურებელს დავემშვიდობები და იქნებ რამე გაქვთ ბატონო არტემ ერთი წუთი რომ მადლობა თუ გნებავთ რაც გნებავთ მე მარტო ჯანმრთელობა იყოს და მთავარი ენერგია ჯერჯერობით არის და კიდე რაც ისე ვიმეორებ ვისაც გსურთ დამიკავშირდით მე Facebook-შიც ვარ არტემ კირაკოზოვი მიცნობენ ბევრი და ვინც არ მიცნობთ გაიცნობთ ეხლა კორა წერეთელი არის უდიდესი კინომცოდნე მოსკოვში გაუგზავნე ერთი ჩემი ციგნი და ველოდები რომ იმანაც რამე გამომიგზავნოს εν ჩემ კრებულში დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ვიწევთ ჩემთან სტუმრად ეხლა იტყვიან რა ხერი გაქვს ჩემი ხერი ის არის რომ ურთიერთობა და ხარჯები რაც არის ხარჯები იქ თითო ადამიანი თუ 20 თეთრს რო ჩააგდებს სიმბოლურად იმაში ის უკვე იმის ნიშანია რომ დატოვა თავის გულის რაღაცა საკუთარი გულის რაღაცა თუმცა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგითხრათ კიდევ ერთხელ და ჩემ ძვირფას მაყურებელს დავემშვიდობები და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე გაგზავნდებით